არ გაქვს თანხა. თუნდაც ერთი ღამე რო გაათენო. მთავრობის დახმარებით და ღვთისმსხალობით როგორც იტყვია ხოლმე ასე. ეს ისეთი დამამცირებელია და ისეთი დაუტანელი მომენტია. დავრჩი უსახლოდ. და რატო? კი, მოცეკვავე ვიყავი. Ქონდა ბინა ერთ ოთახიანი თავის ყვავილებით ყველაფერი. და დავკარგე დედკო დაუმარხე. ჩემი და დაუმარხე და ებითი დაუმარხე. ქონდა ბინა ერთ ოთახიანი. 300. დროებითი თავშესაფარი. ზოგს აშინებს ეს სახელის გაგონებაც კი, რომ ვინმე რა მიდია თავშესაფარში, გამიგია ესეთი სიტყვები სხვათა შორის. ვარ განათლებით მათემატიკოსი, რაც მე შემიძლია იმ სამუშაოზე ასაკი მიშლის ხელს, ასე რომ გამოვყო მდგომარეობაში. შემოდი და ნახე, არ გაინტერესებს? სახლში ვარ, ინვალიდი ვარ, პატარაობიდან მოყოლებული. მე ცხოვრებით კი რაც გავთხოვდი ამ ჩემ ქმართან, მის თავში სულ ქირა და ვიცი ესე თანდათანობით აქეთ მოვხდი. რა სისულელია? ეხლა მე რომ შია და მიდევს მარტო პური. არ შევჭამ იმ პურს, იმიტომ რომ ხაჭაპური მინდა? სახლი რო არ მოქვს ეხლა და რო შემომთავაზებენ რაღაც არ წავალ საცხოვრებლად იქ. რამდენი განცხადება შევიტანეთ, არანაირი პასუხი არ იყო. უცხოპლანეტელები ვართ, თითქოს თუ ამ ქვეყანას არ ვეკუთვნით თუ საერთოდ რა ქვია მაგას დროებით საცხოვრებლები და იმ დროის შემდეგ რა უნდა მოხდეს. გონი აქ არ ჩამოხვიდე, აი იქ არის შედი რა, ეგ ჩამოვიდა მე ყველა 14 წლის იყო, მაშინ ჩემი შვილი მან დრო ჩავიყვანა. 2 დღის მერე მეუბნებოდნენ, რომ მითხრეს, რომ ისე რა მაგარი გული გაქვსო, მანდ მორგი იყოვო. მე რა იყოს მორგი მეთქი ხა, ჩვენ რა ცოცხლებში ვითვლებით, ზუსტად შემოადგილას მოსულ ვარ თქო. ვერ მივდივარ, სადაც ცხოვრობდი, არის ჩემი ძმის ოჯახი, იმასაც თავისი ოჯახი ყავს. ჩემი მეუღლე დაიჭირეს. იმის შემდეგ მე და პატარა ვართ მარტოები. ცხოვრობდით ქირით, სადაც გადასახადს ვეღარ ვიხდით. იქ და გამოგვიშვეს. ზამთარი იყო, უკვე ციოდა ძალიან, გავიგეთ, რომ აქ იყო ესეთი სიტუაცია და ჩვენც ესე მოვედით, როგორც ყველა დადარჩა. შემოსავალი სოციალური დახმარება გვაქვს. ცხოვრება მოგვიტანა რატომღაც ასე რომ გვეცხოვრა აქ. აღარ გადახვიდე იქ, ვაიმე. აქედან როდესაც გაიგო ჩემო მეუღლემ ჩემი შვილების დაავადების შესახებ, ბავშვებს აქვთ ჰემოფილია, სისხლდენის პრობლემები და ჩაქცევები სახსრებში. მოხდა ჩვენი განშორება. თავარი იყო ჩემთვის, რომ აი ჭერი მქონოდა რა და მეცხოვრა ჩემ შვილებთან ერთად, თუნდაც ცოტა ხნით მაინც არ ვიცი ახლა უბრალოდ იმდენი გროვდება ეს ნივთები, აი საბუთები, წიგნები, ათასი რაღაც აი ესეთი ნივთები, რომელიც დაკავშირებულია მშობლებთან, შენ ცხოვრებასთან, ამ ხელა ცხოვრებასთან. აი ეს არის ძალიან დიდი სირთულე.
სადღაც ხო უნდა მოამთავსო ეს და შეინახო. იმედით ვცოცხლობ. მოდესმე ვინმე ყურადღებას მოგვაქცევს. მე ავდექი და შემოვამტვრიე ეს კარები და შემოვედით. მე კი ვიძახი რომ სახლში ვარ მეთქი, სახლში მივიდოდი და ამერიკაში. სად ხარ სახლში? ვარ სახლში. რავით, ეს არის ჩემი დროებით საცხოვრებელი. თითქმის მერვე წელი დაიწყო.